ბატონო დავით. ეგეთი სულ გაგიგონია, რომ ახალ დაბადებულები წეროებს რომ მოხდა. კი, გამიგონია. სად გაგიგონია? რა ფილმებში არის მულტფილმებში, მაგრამ მულტფილმებში დამბოცო. იცაიდან მოდის ეგა? აი რატო ფიქრობენ რომ მაგალითად ტურას რატო არ მოახდა? თქვენს გეკითხებით, მეგობრებო, რატო ფიქრობენ რომ ტურას არ მოაქვს არ მგელს ან არწივს და რატო მოაქვს წეროს. კიდე თვალები აგიხილო. ამიხილო? ო, მაგ სიტუაციაზე. წერო რა საჭმელს? საჭმელს. ნუ ეხლა საჭმელს ჭამს, იმიტომ რომ სასმელს ხო არ შეჭამს, მაგრამ წერებს ალბათ. თევზს ჭამს, ბაყაყებს ჭამს და თუ რამე პატარა ცხოველი, მტაცებელი ფრინველია რა, თუ რამე ხელთა. იმასაც ჭამს. ხანდახან პოულობს პატარა ბაჭიებს. ჭამ? ბუდეში მიაქ, მე იქ ანაწევრებს თავისი ბავშვებისთვის რა, ბარტყებისთვის. და პატარა ბაჭია რო ჩხავის, როცა ეგ დღეშია. ძალიან აგავს ბავშვის ტირილს, ბაჭიის ხმა. ქვემოდა რო უყურებ, წერო მიფრინავს, პირში უჭირავს თეთრი რაღაცა. და ბავშვის ტირილის ხმა ისმის. ანუ ბაჭი არის ალბათ. ო, ბაჭია ნახეს. სას ბევრი წეროებია, ასე რომ იცოდეთ, რომ წეროებს ბავშვი კი არ მოყავს, წეროა ჭამს ბაჭიებს და ბაჭის ხმა არის ბავშვის წივილის ხმას აგავს ძალიან. ასე რომ ბატონო დავით. ზოგმა ეხლა გაიგო, შენ კიდე ბედნიერი ხარ, რომ გაიგე რამდენი წლის ახარ? 11. 11 წლის ამ გაიგე. რავი, ეხლა ესე იცხოვრეთ აი ინფორმაციით. კარგად ბრძანდებოდით შემდეგ ვიდეომდე. ბატონო დავით. ეგეთი სულ გაგიგონია, რომ ახალ დაბადებულები წეროებს რომ მოხდა. კი, გამიგონია. სად გაგიგონია? რა ფილმებში არის მულტფილმებში, მაგრამ მულტფილმებში დამბოცო. იცაიდან მოდის ეგა? აი რატო ფიქრობენ რომ მაგალითად ტურას რატო არ მოახდა? თქვენს გეკითხებით, მეგობრებო, რატო ფიქრობენ რომ ტურას არ მოაქვს არ მგელს ან არწივს და რატო მოაქვს წეროს. კიდე თვალები აგიხილო. ამიხილო? ო, მაგ სიტუაციაზე. წერო რა საჭმელს? საჭმელს. ნუ ეხლა საჭმელს ჭამს, იმიტომ რომ სასმელს ხო არ შეჭამს, მაგრამ წერებს ალბათ. თევზს ჭამს, ბაყაყებს ჭამს და თუ რამე პატარა ცხოველი, მტაცებელი ფრინველია რა, თუ რამე ხელთა. იმასაც ჭამს. ხანდახან პოულობს პატარა ბაჭიებს.